ამ კადრებში ჩანს, რომ ის მხოლოდ ესაუბრება პოლიციის ფორმაში ჩაცმულ ადამიანებს, ანუ არც ფიზიკურად არ ძალადობს, არც ლიფტებს არ ისვრის და არც სიტყვიერ შეურაცხყოფას არ აყენებს სამართალდამცავებს. ამ კადრებში ნათლად ჩანს, რომ მისი მიზანი იყოფნის არის პოლიციელებთან დალაპარაკება და არა ის, რომ სადღაც შეიჭრას და რომელიღაცა ოთახი დაიკავოს თუ გასაღები წამოიღოს. რაც შეეხება საქმეობ უთაშვილს, მის მიმართ არსებულ ვიდეო ჩანთაში ჩანს, რომ იგი ერთ შემთხვევაში ცდილობს შესვლას პრეზიდენტის სასახლეში და მეორე შემთხვევაში უკვე მეორე ვიდეოში ჩანს, რომ უკვე შესულია იქ და ცდილობს მის ხელში ჩაგდება. მარტო კონკრეტულად ერთი ვიდეოთი არ უნდა ვიჭროთ. ჩვენ ყველა ვნახეთ ძალიან ბევრი ვიდეო დღეს და იმ ყველა ვიდეოში ჩანს, რომ ჯგუფური ძალადობის მონაწილეები ყველანი შეიჭრებიან ძალადობის გამოყენებით პრეზიდენტის სასახლის ეზოში, მათ შორის ზაქრო აბუთაშვილიც იქ არის და შეიჭრება პრეზიდენტის სასახლის ეზოში და უკვე იქ არის. შესაბამისად, იქ ყოფნაც ნახეთ გამოდით არა უნდა. მოიხატებოდეს. გამოდით. პოლიციის თანამშრომლებს მოუწევს, რომ გამოდით ჩვენს მხარეს გადმოდით. ეს ვერ გამოდგება მისი ქმედების გასამართლებლად. იგი შეიჭრა პრეზიდენტის სასახლის ეზოში და ცდილობდა მის ხელში ჩაგდებას. შეჭრად ვერ იქნება შეფასებული სასახლის ეზოში ყოფნა იმ შემთხვევაში თუ ზაქრო ალბუთაშვილი რაღაც შეეცდებოდა შენობაში შესვლას, იქნებოდა აგრესიული, რაღაც გამოიყენებდა ძალადობას, ეს შეიძლება მერე ერთობლიობით შეფასებულიყო ამგვარ ქმედებად, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ის უბრალოდ ესაუბრება პოლიციელებს და მათ შორის პოლიციელების ჟესტიკულაციიდანაც ჩანს, რომ აგრესიული საუბარი მასთან არ აქვს, უდაოა რომ ეს ქმედება, რასაც ზაქრო ალბუთაშვილი ახორციელებს, ნამდვილად არ არის დანაშაული და ის უკანონო პატიმრობაში იმყოფება.